გამარჯობათ მეგობრებო. როდესაც უფალმა განუცხადა ესაია წინასწარმეტყველს, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველს, რომ ვინ გავგზავნო ისრაელში საქადაგოთო, ღვთის სიტყვის გასაცხადებლათო, ესაიამ უპასუხა, აჰა მიმავლინე. ადამიანს, ქრისტიანს, მორწმუნეს წმინდანად ხდის აი ეს. და რა არის? ეხლა ამაზე შევეცდები ახსნა. აჰა მიმავლინე, ეს არის მოშურნეობა ღვთისათვის. ეს არ არის მარტო თქვათ სადმე საქადაგე, თქვათ აი წინასწარმეტყველად წასვლა, ეს აზრი არ დებს ამ სიტყვაში, ეს არის მოშურნეობა. მართლმადიდებლობა არის მოწოდება წმინდანობისკენ და ადამიანი უნდა ესწრაფოდეს წმინდანობას, იმიტომ რომ ეს არის განხთომის გზა. და ეს მოშურნეობა ადამიანში ზუსტად ასე ვთქვათ შენდება, ასე ვთქვათ აი დროთა განმავლობაში იწვრთნება, იმიტომ რომ ერთბაშად ადამიანი აჰა მიმავლინე არ ხდება ასეთი, ხო? როგორ ხდება ამის მომწიფება ადამიანში? ჩვენი ცხოვრება იმიტომაც არის მოცემული, რომ ხშირად შეიძლება ყოველდღიურადაც ან ძალიან ხშირად ადამიანი წინაშე დგება არჩევანი სიკეთეს და ბოროტებას შორის. ღმერთი იმხელა ისეთი დოზით გვაკისრებს ამ არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას, რისი ტვირთვაც ჩვენ სულ შეუძლია. არა მარტო გაარჩიო სიკეთე ბოროტებისგან, არამედ აირჩიო სიკეთეს და ბოროტებას შორის. როცა ადამიანი ირჩევს ბოროტებას, ანუ სიცრუეს, იმიტომ რომ დროებითი სარგებელი, რაღაც მატერიალური სარგებელი მიიღოს, ან პატივი მიიღოს, დაფასება მიიღოს ადამიანებისგან, ეს ჯვარცმა არ არის უკვე. და ასეთი ადამიანი თუ ამას ასეთი არჩევნის დროს, ეს არჩევანი მოდის ხშირად ადამიანის ცხოვრებაში, ირჩევს ყოველთვის აი ბოროტებას, აი სიცრუეს, პატივს, დიდებას, მატერიალურ მოგებას, დროებით სარგებელს, ხო? ასეთი ადამიანის სულიერად დეგრადაცია ხდება. არავითარი წმინდანობისკენ ის არ მიდის. თუ ირჩევს სიკეთეს, ანუ რა ხდება სიკეთეს მე ზოგად მცნებას ვამბობ, ანუ ღვთისმცნებებს, ღმერთისათვის შეიძლება მაგალითად აი პატიოსნება, პატიოსნად მოქცევა, ხედავ რომ შენთვის ეს ვთქვათ ზარალს მოგიტანს, ეს დროებით ზარალს, ხო? რაღაცა ესე. ხო? მაგრამ მაინც სიმართლეს ირჩევ, სიკეთეს ირჩევ და პატიოსნებას ირჩევ. აი ეს ხდება ჯვარცმა უკვე ადამიანში, ამით ხდება ჯვარცმული უკვე. პატარა ჯვარცმა ხდება. ამას მოყვება სიკვდილი, თქვათ სიკვდილი რა გაგებით ვიძახი, რომ შეიძლება რაღაც გართულება მოყვეს, ხო? მაგრამ მოხსნევს ასევე აღდგომა. და სულიერი ამაღლება, აღდგომას მოაქვს ზუსტად სულიერი განახლება. ეს ხდება აი შემდეგ რაც უფრო კიდევ ადამიანი ისევ მოდის შემდეგ ეს ვთქვათ არჩევანი სიკეთეს და ბოროტებას შორის. კიდევ თუ სიკეთეს ირჩევს ადამიანი, ისევ სიკვდილი და აღდგომა, ანუ სულიერი განახლება ისევ. და აი ესე ნელ-ნელა ღმერთს უახლოვდება. განხთომა ხდება ადამიანის, სულიერი განახლება ხდება ადამიანის. წმინდანობისკენ მიმავალი გზა არის ეს, აჰა მიმავლინე, ანუ ეს მოშურნეობა. და აქვე შევეხები ორიოდე სიტყვით იმასაც, რომ საქართველოში სამწუხაროდ რატომ არის ვევიძახი ხშირად თუ სულიერი დეგრადაცია, სულიერი დაკნინება ერში და ბერში. რატომ? იმიტომ რომ ერი არ ირჩევს აი ამ ჯვარცმას შინაგანად, ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია იყოს მორწმუნე, მაგრამ რაღაცა დროები, რაღაცა მიიღოს პატივი, სარგებელი და ამან გამოიწვია ზუსტად სიკეთის და ბოროტების აღრევა ერთმანეთში. სიკეთეს ბოროტებას ეძახიან და ბოროტებას სიკეთეს. და ზუსტად ეს არის, რომ ასე იმიტომ ხდება, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვი, რომ ადამიანები არ ვიზრდებით სულიერად. როცა დგება ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო სიტუაციაში არჩევანი სიკეთეს და ბოროტებას შორის,
ჩვენ ვირჩევთ ბოროტებას, ერსზე ვამბობ ჩვენ. ხშირად დროებით სარგებელს, პატივს, ღირსებას, პატივმოყვარეობას და ასე შემდეგ. რაც სულიერად აკნინებს ადამიანს. ერში და ბერში სამწუხაროდ. დიახ, და ზუსტად ადამიანს არ აქცევს წმინდანად არც სასულიერო საკითხების ცოდნა, რადგან ეს ცოტას ნიშნავს თუ ადამიანს არ აქვს ეს აჰა მიმავლინე, ეს სულისკვეთება, მოშურნეობა ღვთის მცნებებისათვის. შეიძლება ადამიანს გქონდეს ბევრი ცოდნა, რაღაცა გარკვეული ღვაწლიც, ბევრი ლოცვაც, მაგრამ ეს იყოს საკუთარი თავის განდიდების მიზნით და არა ღვთისადმის მოშურნეობით. აი მასია განსხვავება. დიახ, მადლობა ღმერთს, თუნდაც თუ ერთი ადამიანისთვის მაინც მოაქვს სარგებელი, აი ამ ვიდეოებს როცა წერ ხოლმე მე. მადლობა უფალს ამისათვის. გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს მეგობრებო, სხეულში ჯანმრთელობას და რწმენაში სიმტკიცეს. სიყვარულით იოანე.